მოძრაობა საქართველოს ოკუპაციის გარეშე ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალების გასაჯაროებას აპროტესტებს. ექსპერტი გოჩა გვარამია აცხადებს, რომ საქმე ძიების პროცესშია და მას გრიფიც საიდუმლო ადევს. ასე თვითარებაში დეტალების გახმაურებას გვარამია ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯად აფასებს. ექსპერტმა დათა ახალაიას სახელით გამოქვეყნებულ წერილზეც ისაუბრა. გოჩა გვარამია განმარტავს, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს თავისებური ლექსიკა და წერის მანერა ახასიათებდა. აღნიშნავს, რომ სკანდალური განცხადება სპეცსამსახურების დაწერილია და 19 აპრილის აქციის ჩასვლას ემსახურება. მოძრაობა საქართველოს ოკუპაციის გარეშე დამფუძნებელმა ვასო ურუშაძემ ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების კანონის ცვლილებაზე. ორგანიზაციის წევრები მოუწოდებენ, რომ 19 აპრილს შეუერთდნენ, რადგან აქცია მიზნად ისახავს ევროპული კურსის მხარდაჭერას. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ შედის ცვლილებები და ამის ინიციატორი არის მთავრობა და ყველას კარგად გვახსოვს, რომ ამას ითხოვდა ჩვენი ოკუპანტი ქვეყანა რუსეთი და დღეს გვაქვს სახეზე ფაქტი, როცა გამოდის მთავრობა და მთავრობის ინიციატივით ხდება ამ კანონში ცვლილებების შეტანა. ასევე როცა საქართველოში გამოჩნდნენ ექსპერტები, რომლებიც ტერმინ ოკუპაციას დიდი ბოდიში და აიგივებენ თვითმფრინავის ტუალეტთან, როცა ქვეყანაში და პარლამენტში გამოდიან დეპუტატები და ამბობენ, რომ რა საჭიროა ევროკავშირში ან ნატოში ინტეგრაცია საქართველოში, აგერ არაჩვეულებრივი ევრაზიის კავშირი იქნება და იქ ხო არ გვეცადა ჩვენი ქვეყნის ბედი. გამომდინარე აქედან ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს და ვალდებულებიც ვართ, რომ მოძრაობა საქართველოს ოკუპაციის გარეშე შეუერთდეს 19 აპრილის აქციას, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული კურსის მხარდაჭერას და დასავლური კურსის მხარდაჭერას. სახალხო დამცველი გამოდის და საქვეყნოდ აცხადებს, რომ საქართველოში მართლა ამზადებდნენ ტერორისტებს, ამისი ბაზები იყო. მართალია იგი ხაზს უსვამს კონკრეტულ თანამდებობის პირებს, მაგრამ კონკრეტული თანამდებობის პირების უკან ყოველთვის მოისაზრება ქვეყანა და ეს მსოფლიო აღიარებული პრაქტიკაა და იქ არავინ არ საუბრობს შემდგომ იმაზე ესა თუ ის გვართან მიბმაში. ყოველთვის სახელმწიფოს ებმება ასეთი რამ. ანუ ესეთი გაუაზრებელი განცხადებები მის მხრიდან ეს არის პირდაპირ კრემლის წისქვილზე წყლის დასხმა. ამ დროს კარზეა მომდგარი ვილნიუსის სამიტი და თუნდაც დაიწყოს გამოძიება, უკვე რუსეთი არ დაელოდება ამის შედეგებსაც კი და აქტუალურს გახდის ამ თემას და ვილნიუსის სამიტი პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ, რომ იქნება ჩაშლილი.